მადლობისა ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო. ეს რუსთავი 2-ია, ხუთშაბათი საღამოს 10 საათი და თქვენს წინაშეა პატა და ნიკას შოუ. მადლობა, თუმცა ფეხბურთების გამო საღამოს 10 საათის გადაცემას უკვე დილის გადაცემა ხია და მერე იწყება საღამო. კი ბატონო, გეთანხმები, ახლა იწყებს საქართველოს გააქტიურებას. ჯერ პატა და ნიკას შოუ და მერე ფეხბურთები დილამდე. აბარა. ჩვენ შოუს კი მსოფლიო ჩემპიონატის პირობებში მუსიკალურად აფორმებს და ფეხბურთის ყურების ხასიათზე გვაყენებენ. დასარტყამი ინსტრუმენტი ზაზა იბრაგიმოვიჩი. კლარნეტი სეიდან ჯორკაიფი. აკორდეონი ზაზა მარადონა. რა უნდა გუნდის მთავარი მწვრთნელი და ხელმძღვანელი გიორგი ანჩელოტაიშვილი. მადლობა ბიჭებო. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი ტელესერიალი მიხოდამაროს ახალი სერიები საღამოს 10 საათის მიდამოებში გავა რუსთავი 2-ზე და მერე მიყვება ფეხბურთი, ასე რომ დაელოდეთ, რაც მთავარია აუცილებლად გავა მიხოდამარო იქვე იწყება. კი ბატონო, მოკლედ ანონსებს უნდა ადევნოთ თვალი, რომ ზუსტი დრო არ გამოგეპაროთ, მეტი რა გითხრა. ნერვები მაქვს მოშლილი ამ ფეხბურთის გამო. რატო ცუდი თამაშებია? თუ რა? პირიქით, კარგი. მაგის გადამკიდე ხო ვერ დავიძინე წესიერად. ეხლაც აი უძილო ვარ უჰაერობა და რა გითხრა. აბა შეგეთქვი. ჩემი ცოლი მეუბნება ხვალიდან ან ისევ გადახვალ ქართულ დროზე და დამაძინებ წესიერად, ან არა და მე გადავალ დედაჩემთან. ეჭი მაქვს სიდეთის გახარებაზე იზრუნონ შენი შვილის მონახულებით. ვიდრე ფეხბურთის ყურებას დაანებებ თავს. აბარა, მე სულ ზრუნავ ჩემს სიდეთზე და სულ ვცდილობ გავახარო და ამ ეტაპზეც ასე იქნება. კი ბატონო. მოკლე მიმოხილვა რომ გავაკეთოთ მიმდინარე მატჩების არ იქნება მე მგონი ურიგო. კი ბატონო. მოკლედ თურქეთმა პარაგვაისთან წააგო და უკვე გამოეთიშა ჩემპიონატს. თურქეთზე ყოფილა ნათქვამი პარაგვაის გაეყარა და შეეყარა. თუ არ უნდა თამაში ჩვენ რაღაც გვერდჩოდნენ ეს ოჯახ აშენებულები. იმედია კურასაოც მალე გავარდება და დაბრუნდებიან თავთავის კუნძულზე. მოსახლეობის ყველა კაცი ნაკრებშია და იქ მოხუცები და ბავშვები ნერვიულობენ, ყანა გასათოხნი, ძროხები მღავიან, კატები კრავიან, ძაღლები ხმოვიან და დავრჩებით ამ ზამთარს მშივრები. რაც შეეხება საუდის არაბეთმა ესპანეთთან პირველი ტაიმი 0-3 წააგეს, მაგრამ მეორე ტაიმში მოინდომეს მოედანზე შემართები დაბრუნდნენ და მარტო ერთი ბურთიღა გაუშვა. ბელგიამ ორივე თამაში ფრედ დაასრულა. მე მგონი ამათ არიციან მოგების უფლება როა. გეგიძი. პირზე ხელისაფარებისთვის მოთამაშეს პირველად მისცეს წითელი ბარათი. რის შემდეგაც გაწითლებულმა მოთამაშემ თქვა: ხელს რაღაც ვიფარებდი, პირდაპირ მე თქვა, რასაც ვფიქრობდიო. ეგ რა წესი მოიგონეს. ეგება აცემინებს ადამიანი, არ აიფაროს ხელის სახეზე. კი, მოაказე, კი არ მიფიქრია. კი ბატონო, რა დროს ემინებაა, მაგრამ ჩემო ნიკოლოზ იმ გაგანიას სიცხეში რას არ ჯდება უბრალოდ, გესმის? სამაგიეროდ ის წესი მომწონს. შუა ტაიმში რომ წყალს შესვენება მოიგონეს. აბა. ეს შესვენება ჩვენს იდეალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაცირიდან ცივი ლუდის გამოსატანად, კი ბატონო. აქაც შეიძლება ჩვენ. ვინ შესვენება? გავაკეთოთ მერე. ოდიში წყალს შესვენებაზე გავალ და არგენტინის ნაკრებმა ჯგუფში 5 გოლი გაიტანა და 5-ვე ვინ? მესი. ლიონელ. რა წესი ეს? ათამაშეს სხვების. სხვებს არ უნდათ გოლის გატანა. შეხედე მაგალისტერი როგორ ღნავის. მოკლედ ვენოთ. აი, ნამდვილად ერთი სიამოვნებაა ლიონელ მესის ყურება და ერთი საწოდაობა.
მაგ დროს მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის ყურება აი რაღაცა ვერ ახართ ბატონო. მესის კითხეს თურმე ფეხბურთიდან როდის მიდიხარო და რო წავიდე მარტო პენსია რას მეყოფა. ტრიბუნებზე 100 წლის მესის გულშემატკივარი ქალი გამოჩნდა. კრისტიანომ გაიგო და 101 წლის გულშემატკივარ ქალს ეძებს პორტუგალიაში. იქნება ამაში მაინც მოუგო მესის. ძალიან მაგარი ამბავი. კაბო-ვერდემ ურუგვაისთან ფრე ითამაშა და ერთ-ერთი გოლი კაბო-ვერდედან გაიტანა. არც მეტი, არც ნაკლები ლენინი. ვიძახდი მე, თოვლია, ქარია, ლენინი მკვდარია, არჯერა არა თქო და დამცინოდი. ვიყო მილა მოიაბოშდერე. კარგი რა ლენინი იქ რაღაცა კომენტატორებს ხო არ ეშლებათ მართლა ლენინი. გეუბნები ლენინია. ეგ მე მავზოლეუმში მგონი რამდენი ხანია და მსოფლიო ჩემპიონატზე თურმე. არა, ის კაცო სხვა ლენინია. ვლადიმერ ილიჩი არა. ეს არის კევინ ლენინი. შეიძლება სტალინის ზამენაზე ზის რაიც? თორემ ეგეც გაიტანდა. კაბო-ვერდეს მწოთნას უთქვამს, თამაშის წინ ტროცკის და ლენინს რომ არ ეჭხუბათ, ამ თამაშს მოვიგებდი კიდეც. კაბო-ვერდელები განიცდიან, ნეტა ოქტომბერში ყოფილიყო ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ზოგადად ლენინი ოქტომბერშია მხეცივით. გლიჯავს ყველაფერი. მსოფლიო ჩემპიონატზე დასასრულებლად მამაკაცმა ველოსიპედით 25000 კილომეტრი გაიარა. 25000? საიდან მოდიოდა ასე შორიდან გამაგები? გითხრა, ძალიან შორიდანაც არ მოდიოდა, მაგრამ რო ჩამოვიდა, ფეხბურთის ბილეთები სახში დამჩაო და წავიდა უკანან გზაზე. მაგიტომ გამოვიდა, მაგდენ. წარმოგიდგენიათ, ადამიანმა 25000 კილომეტრი გაიარა. ფეხბურთელებმა კიდე 90 წუთი ითამაშეს და ისინი უფრო დაღლილები იყვნენ, ორჯერ დალიეს წყალი. ისე რანდა ხანს მოვიდა ნეტა. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ აშკარად ბევრი დრო დაჭირდა. ეს ველოსიპედისტი გაკურვებული კი იყო. მე აქ პელეს თამაშის საყურებლად წამოვედი და ვინ არის ეს უცხო ხალხი რო დარბის სტადიონზე. კაცი რო დაუზარებელი დაიბადები. აბა მე პულტი მაგიდაზე როდებს დივნიდან ადგომა მესწრებად ჩასარდა. ზოგს როგორ უყვარს ფეხბურთი და აი მაგალითად სეინანას ეზოში რომ თამაშობდეს გერმანიის ნაკრები, ფანჯრიდანაც არ გადმოხედავს ეს ვაჟბატონი. მე ხო ვიცი. მაგაც მუსიკა უყვარს სამაგიეროდ. დოლგარმონი გააგონე და ამერიკაში კი არა ავსტრალიაში ჩავა ფეხით. აი ჩვენები რომ გავლენ შემდეგ მსოფლიოზე ფეხით გავიაროთ მე და შენ 25000 კილომეტრი და ისე დავესწროთ თამაშებს. რა სიტყვია? რა სიტყვია, კაცო? კი, და დავიზრათ უკვე ჩვენ დროანი. ავედი. არა, ჩაწერას მოურჩეთ და მერე. მოკლედ ქალაქ ბოსტონში თურმე ლუდის მარაგი მთლიანად ამოიწურა, როგორც ამბობენ. სულ შოტლანდიის ფანებმა დალიესო. ერთადერთი ალკოჰოლი, რაც ახლა ბოსტონში იშოვება, სამედიცინო სპირტია თურმე აფთიაქებში. ბოსტონელი ლუდის მწარმოებლები აშშ-ზე მეტად შოტლანდიის შემდეგ ეტაპზე გასვლას გულშემატკივრობენ. შედებით ესენი თუ ფინალამდე გავიდნენ. კი, გადარეულები არიან. მაროკოსთან რომ წააგო შოტლანდიამ ლუდის პაბები გაიფიცნენ. ჩაწყობილი იყო ხელახლა ათამაშეთო. ლუდით სადღეგრძელოებში ჩაუტარებიათ ჩემპიონატი და გაიმარჯვა სადღეგრძელო იმ შოტლანდიელს გაუმარჯოს ვისკის ქვეყნიდან რუა და ბოსტონური ლუდით რო სკდება. ხო და აქ რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, არ დავინახო შოტლანდიელები ჩამოსული. არიციან მაგათ ლუდის ეკონომია. კი ბატონო. გლიჯე, ბიჭო, შიგა 100 გრამი ჭაჭა და სამკათხაში ხარ მოყინული. კი ბატონო. სამაგეროთ ნიკოლოზ ნახე საფრანგეთშია თურმე ალკოჰოლზე შეზღუდვები. მაღალი სიცხეების გამო და სწორიცაა. ისეთი სიცხეა, ყურძენი პირდაპირ ქიშმის ისხამს. შოტლანდიელებს უთქვამთ, კიდე კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში რო ტარდება და რა საფრანგეთში, თორემ ხო დავიღუპებოდი თავს. მე მაგალითად მირჩევნია ალკოჰოლში მეტი გრადუსი იყოს, ვიდრე ამიდის პროგნოზშიო. ჩვენი გიორგი იძახა, ცოტა სხვათა შორის ამას რა. კი ბატონო. მე კი არა. არა და პარიზში წასვლას ვაპირებდი და გადავდებ მაშინ. მარტო ეიფელის და ლუვრის სანახავად ხო არ წავალ ამ ხელაგზაზე გასვლა.
გადარეულები არიან ფრანგები უალკოჰოლოდ. იძახიან გუშინ წინ თამაშს უყურეთ, ლენინმა გაიტანა გოლი და მგონია აგვერია ფსიქიკაო. მოკლედ მოსკოვში ლუდი აღარაა. საფრანგეთში ალკოჰოლზე შეზღუდვებია, ლენინი კი არა, მე მგონი გორბაჩოვი ცოცხალია და დაბრუნდება აუცილებლად სუხოის ზაკონი. არ გამოუვა ეგ მაგას რა. თავის დროზეც არ გამოუვიდა ქართველებს ღვინის გარეშე ვერავინ ვერ დაგტოვებს. ვერა. არც გაბედოს ვინმე. დიახაც ეგრეა. და იმის დასამტკიცებლად რომ ჩვენი დატოვება ქეიფისა და დროსტარების გარეშე არ შეიძლება, სიმღერას გიმღერებთ ამ თემაზე. აბა რა. გთხოვთ ფონოგრაფად. ხო, კარტობაზია სულ ჩვენი გონება, მარტო იქ არ აქაც სურსონება. Daulio დღესაც ერთი მაგის დედაც Lasciate mi cantare, cairo cantare. საკუთარ დამიცა კი კალამნად მოიხმარე Lasciatemi cantare, aigliare mare. შენი საკუთარი ჭიაგახარე მევაჩერება გერმანია რაც იზამს. Hey, არა ვიჯო. კაი გამარჯობა თქვენი პატივცემულო ტელე, რადიო, აუდიო, ვიდეო მაყურებელი. კერო ტელევიზორის ყურება გიყვარდა განსაკუთრებით. იმათ მეგესალმებით, ვინც არ იძახით ებიჯო დაამთავრეთ მადასაწვავი მიმოხილვა გერმანია ეკვადორის თამაში იწყება მალეო. ძალიან ცინიკური ხარ რა, აი ძალიან ცინიკური ხარ შენ რა, რო გიყურებ და რის თქმა გინდა რომ ეხლა გერმანია ვერ მოუგებს ეკვადორს, აი. რა ვაგეგადრება, ჩემოზე მაგას რა მამიქრები. ბრაზილია შოტლანდიის მერე კი ვარ წყნარად. რას გინდათ? ის გიქნიათ, მაგიმი არ ვიდარდო და ზმო, კარგი ეგრე იყოს, გედევეყრებით სადამე, გაიგე გერმანელები და ბრაზილიელები და მე ვნახოთ. აი მე ვნახოთ. მანამდე კიდენა. მინდა ჩემოჩიტოვით გითხრა რომ დღევანდელი რეგიონალური მიმოხილვის ჩემო ხალხო სპორტული რუბრიკის სპონსორია ოქროლევანაი ბიჭი. საშუალება ახლა მამამისსა და სპონსორს ხალხო, ბრაუ. აპა რავა, ასლას დღეში ეგ ფულს არ ეძახის და ჩვენ კიდე ამ ხელა მედია კორპორაციას ვაგუგუნებთ მაგალითად. აი ასე მეგობრებო, ეთერშია გადაცემა საფეხბურთო ორღობე. ჩვენთან პირველები გაიგებთ ვინ ვის მოუგო, ვინ გაიტანა, ვინ ააცილა, ნაირას გოგო ვინ მოაცილა. იცის ახლამდე გზარიას ბიჭი ცოლსატო დაშორდა და აშუშუ. სკანდალურად დაისრულდა საფრანგეთი ერაყი დაპირისპირება. თვითონ თამაში 7 იყო ხალხო, 7 უბრალოდ აი უმუახოსთან უყურებდით მთელი სოფელი, გაიგე და გრძელის კამი ჩათხადა. ო და ქალიან კაცსა და ევებრანდეთ ერთმანეთში. მე ვიღაცამა თქვა შუქიათეთო. მორატი ხმები ამობენ ელდარაი გოგოს თუმართან აკურესა ტრუსიკიც კი გამოუჩნდა. ეტყობა რომ აიგრო გადავადა. იგბალი უნდა ყველაფერ ჩვენ ვიჯეკით. უკან არის. ვინ წინ იყო იმან ეტყობა ხო როგორ აყირავდა. მაგის მერე ხალხი არ გენდა დედა ეგ არც გამიგე სიცხვილო და თავის მოჭრა. ახლა იძახი. ურუგვაი კაბო-ვერდეს თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა მაისურები გაცვალეს. ამიტომ შემდეგ თამაშზე კაბო-ვერდე ურუგვაის მაისურებით გამოვა. ერთი წვლილი ქონია შეგერილი ამ საწყლებს და აკლა. საროჩხებით ხვარი ითამაშა და გამოტენტილდებიან. მინდორის ბარემ გკითხა, ჩვენი პროგრამის დირექტორი როა ზაულა. ნო. ხო.
ეგა ვისი გულში მატკივარია თუ იცი სოფლიურზე არ ამბობს არ ამბობს და მე მგონი არგენტინის. რა მესი მოიწოს და იმიტომ აი დედამ არა ძამი არა გეტყვი აგერი ერთი კაი თეთრი მაიკა ქონია მაგაჭირვებული და მისულს ლილაში გოურეცხავს. რასიძა ლილაში როა და აჭრელი ხო და ბარე იმნაირი ფერზი არისო არგენტინისკენ ვიქნებიო. ასე უთქია. ეგ იქით იყო ჩემო ჩიტოვის და მე მესი რეებს აშვება. რეებს აშვება ბიჭო რეებს აჰაცმაო კიდე იტყვი მარადონაო ნომერ პირველი ფეხბურთელია მსოფლიოშიო აღიარე რა მესი ბიჭო აღიარე რაღა უნაქნაი კაცმა კაცო როგორც ფეხბურთელი კი მაგრამ ნომერ პირველი სპორტსმენი მაინც მაგრამ რათა ბიჭო რატო იმიტომ რომ ფეხბურთელიც მაგარი იყო და ხელბურთელიც. არა. ხელით ისე გქონდა კარში ბურთი, კაცს ვერ იგებდა. მაყურებელსა თავი არ მოაბეზროთ, მიჩვენე აი თემა ამოვწურო. სოფლიო ჩემპიონატიდან ცოტას გადაუფხვი ხალხო. სოფლიო ჩემპიონატის პარალელურად და საქართველოში მიმდინარეობს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. ეს ისე მაინცა რო იცი. გორის დილა სტადიონზე ღამის პროჟექტორები დააყენეს. რასიძა? ამის აღსანიშნავად იქვე შეიქმნა ახალი გუნდი გორის საღამო. მაგრა აჭყებს არა? კი. კახეთი მევენახეებით გადაწყვეტილებით ეს ახალი ინფორმაცია. კახეთის საფეხბურთო შიდა საჩემპიონატო გადაიდო. ჩემპიონატი რა გადაიდო. შემოდგომისთვის ბარემ ეხა ცხარსაც გადმორეკავენ ბარშიო და ეს ახალი მოსავალიც მოგვიწრებსო 20 წელები რო გადავამსოთო და ჩემპიონატსაც ინტერესი მიეცემა ეხლა იქ იქნება ხალხი შაკრეფილი რაღაცა იქნება მართალია სწორი გადაწყვეტილება მე გკითხავ სამია ახლა კი რეგიონალური სხვა სპორტის სიახლე მიდი გლიჯი ჩვენ სოფელში ჩატარდა პირველობა კიოკუში კაი კარატე. კარგი, ჩატარდა კარატეში, რომელიც სულ დედის და სხვა შინაურების გინებით დამთავრდა. იზოიას ვიჯი ამტკიცებს. არა სპრავედლივი მავაშიგერი მავხთა ცხვირმირში. მოგემაწაგებაზე გამახსენდა ხალხო რა. ამ დილითა ჩვენ სოფელშიც დაფიქსირდა მოგევაო. აგე გეტყვით ახლა. ლონდრე მიშას ძროხამა ხბომა. კარგია. საკისრებელი გაქო. მანამდე კიდე ახალი სიახლე. გუშინა აგე ბრაზილიის შოტლანდიის თამაშამდე იქ რა თათარი ახლა ჩატარდა სოფლი პირველობა მკლავჭიდში. ხო და გაიმარჯვა იმანა. ზემოუბნელი უხელო გოგიაროა. როგორ არა ხელდა რას გადაუწევდნენ და გაიმარჯვა რა. ხეხო არ გადაუწევდნენ ხელში იყო მკლავჭიდი იყო და იმაი კიდე არა. დარჩა გამარჯვებული. მაიგო ერთი ბოთლი მაიონეზი. სოფელ ზემო გოგიეთში გაიმართა შიდა ჩემპიონატის სიმაღლიდან წყალში ხტომა. რაცი ძაღი. 10 მეტრიანი სიმაღლიდან წყალში ხტომელ მურთაზა გვაწაძეს 6 მაგი მალაყი, ანუ სალტო არ ჩაუთვალე. რათა? რადგან მხარი ეგცა და დინარის ნაცვლად კუკურა სეპარტელაზის პამიდურებში ჩახტა. არის არალიც. პამიდურის 4 ნერგი მოსეგვილი და განადგურებულია. ერთ სარს ვერ პოულობენ. საცე იყო მურთაზამ კაცის ბარიც. მე ვიცი აკველი. კარგი. სანახავათა ძნელია რა. ძნელი იქნებოდა. ხوارა ყმოდა იქიდან. მოკლედ ახლა ჩვენსკენაც არის სიახლე. კიდე ერთი. ხემოუბნელი მოჭადრაკე გარი დაწკეპელაშვილი ერთდროულად სეანსის დროსა 10 ქალ შახდა. რომლებსაც შესვენების დროსა ჭადრაკიც ეთამაშა რა. სოფელ დიღომში ამინდის გაუარესების და სეტყვის გამო წინასწარ დაანონსებული მარათონი 20 კილომეტრიან მანძილზე სირბილში გადაკეთა სწრაფ გაქცევაში სახლებში შესრება. ახლა გეტყვით, აგე ჩვენს გიორგასთან 4 მორბენალი შავარდნილა
არიქა გაგვიტეხა თავის ეთყამო შაგვიფარეო და 4 დღეა სხვაები დამაძღრები არიან თურმე დღესაც ძალად გამოიყვანეს სახლიდან თურმე მიყვარს ხო ვერ მივატოებ ახლა როიცი ახლა ამის ამბავი მე მუჭუჭმა მოხიდა ხელი აგე ხო ეს ხელმომწონე კაცია გამაიყვანა არა გიორგამ კაცო მასე იცის მაგა სტუმარის პატივისცემა დაპატიჟება უჭირს თუ არა თუ მიყვედი მე დამთავრებული ამბავია გადაგყობაზე და აქედან მივდივართ გიორგასთანა თანასუძალითა კაცო აი ახლა გერმანია ეკვადორისა თამასა შენთან უნდა უყურო ეგრე რა მეიცა ერთი წუთით ახლა მადღობინებენ რასა სარიხო არის არა სტუდიაში შემოჭრილა ეკვადორის გულშემატკივარი და განცხადების გაკეთება უნდაო მოდი შამო შემოიჭერი დორი ეკვადორი მეტა ერთი დაყენდია ეგ და ჯექი ერთი რა გაყმე დორი ეკვადორი შესახილი კაი მოუმე მაგარია როგორა არც კი მეგონა რომ ჩემო კოლო არც კი მეგონა რომ ეკვატორსა გულშემატკივარი წაიყავდა არ მეგონა და რა ვქნა რა ვიცმა ყველა გერმანიისკენ არის და ბრაზილიისკენ და შემესოდნენ ესენისა და გულშემატკივარი ეს ჩამეტია ვარდო ამათ ნორმა მაგრამ პაპაშებს უნახავს იმარში რომ გონსალო პლატა ისდაო ტკემრის ხეზე ჩვენ ტკიმარსა ჭამდაო ასე მითხრაო დადე ჩემზე დღესა 3 გოლ გავიტა ვათა შენიც ხარისხის ეკვადორულია ახლა შად არის გაუსვი მოვისმენე ერთი წუთი გევიგე რაც გათქვია ვის სიკუტილი ეს გონსალო პლატა მოდი კაი მაზიანი დავდოთ რომ ეგრე ვერ იქნება მოდი გეუბნებით ძმაო დღესა 3 გოლს გაიტანს გონსალო პლატა ვინ არის მესი რასიზა მესიც გაიტანს 2 გოლს ძმაო მეიცა მესის რა უნდა ეკვადორში ბიჭო ეგ ხო მაგარი არის გაიგე და ყველგან არის და თუ გაგიდა შობელძაღლი მე ეგრე გეხუმრე ბიჭო რავი მაგარი რო არის მაგით თქვი ეგეცა ო მოკლედ ეგრე არ იქნება არ იქნება მოკლედ მაგარი რო არის მესი ხომ მეთანხმები ახლა მაგარია მესი რომ მაგარია ახლა მე დილიდან მაგაიწე და ვიძახი რომ მესია ო და ბიჭებო მაგარი სიმღერა დავწერე მესიზე და ზოგადად ამ სოფლიო ჩემპიონატზე რა იმღერებ თქვენა მე ესმენა და ხმა არ მივარგა თორე დანარჩენიც ხო იცი ახლა რა გიგას ყველა შენ დაწერილ სიმღერებს ამ გოცანო ჩვენ ავღერივართ და ახლა დღე როგორ გეტყვი თუ არს ახლა არ გეტყვი რა გერაზმაო ფონოგრამას პეტრიჩკა ბუხო გაუშვებს ტექსტად ამარა და მე წავედი საერთოდ ისა და ქვია ფანები იქ-იქ-იქ-იქ ისა ქვია ტრიკიანის სეზონში ვიკრიბებით ფანები დღეს ეკვადორის ფანები ხო ვიკრიბებით ტრიკიანის სეზონში ხო მიდი მაგრამ მიდი მოკლედ ახლა შუშუ იქნება და მე ვიმღერებ არა პრობლემა ეს სოფლიოც გახურდა ლაპარაკი რა თუნდა ბაბე და ქრისკეინი არ ჩერდება მერე რომ ასაკი ჩუმად შემოპარულა მესი არა ბერდება აშოლტილი ტალანტი გოლებში თან სალანდი ბომბარდირი ნეტავი ვინ გახდება სინდის ნამუშეგრული და სიმართლებს მეთქრული ვაღიაროთ სალა იბერდება ჩვენს უყოლას წარმატება ვუსურვო ცოტა უნდა გვაპატიოთ თუ ხუმრო 100 წლისაც არ იქნებით მებრები ბურთებს დაძლებთ როგორც კურდღელს წევრები ბურთებს დაძლებთ როგორც კურდღელს წევრები რასაც ხედავთ მესია სხვაზე უკეთესია არგენტინელს ვერავინ ვერ ეწევა ბურთს მიიღებს მაშინვე ყველას თავგზა ებნება მეკარეს დამცველებს მაგრად ერხება გოლია ჰეტრიკი ამორია თან ერქობა ჩვენი მესიდან იგებს ართალია ჯერ კიდევ ფინამდე შორია პასებს ხელფასივით როგორ არიგებს ჩვენს უყოლას წარმატება ვუსურვოთ ცოტა უნდა გვაპატიოთ თუ ხუმრო 100 წლისაც არ იქნებით მებრები ბურთებს დაძლებთ როგორც კურდღელს წევრები ბურთებს დაძლებთ როგორც კურდღელს წევრები
კი რადუნდა ყველა იქვე დადუმდა ქრისტიანულ ფორმაში ვერ შევიდა არავინ ყავს უცვლელი აღიარეთ თუ ვწდები დროალურ სმანზე და კიდოც ბუცები გოლი გოლი გოლია ჰეტრიკი ამგონია თან ერთობა მოედანზე თანიგებს ართალია ჯერ კიდევ ფინალამდე შორია მესი პასებს ხელფასივით არიგებს ჩვენს უყველას წარმატება უსურვოთ ზოთა უნდა გავაბადიოთ თუ ხუმრო 100 წლისაც არ იქნებით ბებრები ბურთებს დასდებთ როგორც კურდღელს მწევრები ბურთებს დასდებთ როგორც კურდღელს მწევრები ესე იგი საფეხბურთო ციებ-ცხელებაა ჩემო ძირფასებო ძალიან კი ბატონო ერთი რამდენიმე კაცის დამატება გვჭირდება 4 5 6 7 8 9 10 კი ვართ ჩვენი გუნდი კი თუ არა სტუმრები გვყავს ისეთი აუცილებლად დაგვემატებიან მე მგონია თავდამსხმელები კი ბატონო ისე მაინტერესებს ვის გულშემატკივრობ ნიკოლოზ ნუ მე მაინც ბავშვობიდან ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ თუმცა თუ ამ კონტინენტზე გადმოვინაცვლებთ აქეთ ინგლისიც თან ადამიანურად გულშემატკივრობ ინგლისს მაგრამ ბრაზილიას უფრო გაყვება ხო ნუ ბრაზილიას გულშემატკივრობ ასე რა თქვა ალბათ გაინტერესებს ჩემი ამბავი თავისთავად ახლა ეს კითხვა მონაცვლეობა ნუ რა თქმა უნდა ჩვენი აზრები ჩემო მეგობარო ხშირად ემთხვევა ერთმანეთს დიახ რატო ისეთი კუმირები თამაშობდნენ ყოველთვის რომ მნიშვნელოვანი იყო და გინდა არ გინდა გვესმოდა ბავშვობიდან ის გენიალური სახელები და გვარები ადამიანების ბრაზილია თუმცა ახლა მე არ შემოვალ ამ შერკინებაში და უფრო საინტერესო რომ გავხადოთ გიო ეს ფეხბურთის ციებ-ცხელება გერმანიას ვიტყვი მე და აგერ ტელევიზიასთან შენც ხო გიორგი გერმანია ზაზა შენ გერმანია შენ შეიძლება გასაგებია მოხდნენ ესენი ზაზა შენ ბრაზილია ჩაგრავენ მაგრამ ზაზა იმ ხელარი აი ჩემსკენ როარი უკვე გავიმართე ცოტა ხო ესე იგი რა მინდა იცი თქვა საინტერესო ცოტა აზარტი მივცეთ ახლა მთელი მსოფლიო ამ აზარტშია და ჩვენც რაღაცა მოდი ესე გავაკეთოთ გერმანიის მოგების შემთხვევაში 20 კაციანი პურმარილი იკისროს ბრაზილიის გულშემატკივრებმა და ბრაზილიის მოგების შემთხვევაში გერმანიამ იკისროს 20 კაციანი და თუ ვერც ერთი ვერ გავიდა ორივე ერთად ვიკისროთ. დავდოთ პირას. ზაზა ვისეგან მომხედა გადავიდა გერმანიისკენ. არა, საინტერესო იქნება რომ დაიძაბება. კი ბატონო. ასევე მინდა ჩვენ ტელემაყურებელს აუცილებლად ინფორმაციისთვის უთხრა რომ ესე იგი მოგეხსენებათ უკვე დრო და საათები გულშემატკივრებს გულისხმობს ეპირათიცით უკვე და ის თამაშები რომლებიც ასე ვთქვათ ხუთშაბათობით და შაბათკვირობით ჩვენ კონკრეტულ გადაცემებს ასე ვთქვათ ჩვენი იუმორისტული გუნდის ეს არის ჩვენი შოუ პაატას და ნიკას შოუ და მიხო და მარუს დაემთხვევა აუცილებლად რაღაც დროს გავა იმ დღეს შუალედებში ასე რომ არინერვულოთ იმათმა ვისაც ფეხბურთი არ გაინტერესებს და მიხო და მარო გიყვარდა ჩვენი შოუ ყურადღებით უნდა ადევნოთ რუსთავიორს თვალი ჩვენს მაქსიმალურად ბევრ რეკლამას შემოგთავაზებთ რომ პატარა დროის გადაწევით აუცილებლად გავა სერიალების და ჩვენი გადაცემა მოკლედ რუსთავიორიდან არ უნდა გადართონ ეს თავისთავად როცა ყვირილი იქნება ესე იგი ფეხბურთი გადის და როცა სიცილი დაიწყება ესე იგი სერიალი არის ან ჩვენი შოუა მოკლედ შემოკარგებო და შესაბამისად გახსნა იყო მოგეხსენებათ და მე და ნიკოლოზმა დავაპირეთ გუნდთან ერთად არაჩვეულებრივ ბიჭებთან ერთად რომ ესე იგი რაღაცა ფორმა ხო არ მივცეთ თქო და გავიგოთ სხვადასხვა რეგიონებში ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმრები რომ მოვიწვიოთ ვინც ყოლია ამუახლესებიდან ვინ რას ასე ვთქვათ გულშემატკივრებს და რა თქმა უნდა აღმოსავლეთთან უნდა გავყვეთ დასავლეთში ხო? თავისთავად. მინდა აქედან ყოველივე აქედან გამომდინარე მოვიწვიო ადამიანები ეს ძვირფასი ადამიანები კახელები თელაველები გიორგი ლაზვიაშვილი ზვიად ყარაულაშვილი და ზვიად მალაციძე ხო? ორი ზვიადი ერთი გიორგი
არა, ყველაფერი მოიტანეს ბურთის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატი რო არის. ბურთი გადაცემის მერე. ესე იგი მოგვიტევეთ რა რომ მოგწყვიტეთ ან ვინიც შეიძლება არც მოგწყვიტეთ ეხლა არის ადამიანები საერთოდ არ უყვართ ეს ფეხბურთი თქვენ როგორ ახართ ამ საქმეს ფეხბურთი გვიყვარს თამაშობდი არა თამაშობდი სირბილი მეზარებოდა კარში ვიდექი ჩემთვის მაგრამ ყვარებია ნუ ეხლა კახეთი თელავში ალბათ ვარდისუნი შუამთაში აჰა შეგინეთ იქ აი ხო რესტორანთან ახლოს რო იყო მომენტი მაგრამ იქ უკვე აღარ მეყო ძალები თელავის გუნდში გადავსული გენაცვალე თქვენ მე არა არ გიყვარს ფეხბურთი არა კი უყურებ ხოლმე მაგრამ მაინდა-მაინც გულშემატკივარი არ ახარ აბა მაინდა-მაინც პური ჭამასო გულშემატკივარებ არი პური ჭამას გულშემატკივარი ოჟანში ფეხბურთს გუნდი არა ქონათ და იმიტომ არ უყურს ხომ თან ახლა ყოველ შემთხვევაში ფეხბურთს გულშემატკივარი ყველა ქართველი არის იმიტომ რომ ლუდი ყველას უყვარს და ეს აქვია შენ რომელი გუნდი გინდა რომ გავიდე შენ ვის ბრაზილია ის მოშობიდან ბრაზილია შეგემატა ერთი აქ ჩვენ სანაც ნიზლავი დავდი. აი როგორც უფრასო ხდება თამადა, იგრე ხდება მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილია და სუროფინალშია მიხარია და მაგარი გუნდია ძალიან. მე აღარ ვარგი ვარ, რა გუნდი დავაყენე. აბა შენას კარგად გამოაცხადე. თუ ერთ-ერთი ვერ გავიდა, ორივე ისრულობთო და აი მაგ დროს გამოამჭყანები. რომ მოხვდე. აგე ჭკვიანი კაცი რას ნიშნავს? მე ბოლოს ვიტყვი. ისე ეხლა ისა ნიკუშა ძალიან ცნობილი ამბავია ჩვენ ეხლა ისეთ ასაკში ვართ რომ მოგვიწია კიდე ეხლა სამწუხაროდ ისეთ დატვირთული მას რომ გავული ხოლმე სოფლებში აღარ არის სტადიონებზე იმდენი ამბავი რა რაღაცა და ეზოში რომ გვიზრდებოდით და თამაშობდით ოციანზე იყო ეგრე სოფელზე ცოლიანები არის ეგეთი რაღაცა ეგენი კი არა ანეკდოტები აღარ არის ფატა სულთელი თქვენა გაგწამოღებული და არა ეხა კარგი რა ოქროს ფონდი ხარ თქვენ დაჭი რა რაც ისა არა მართლა აი თუ არის ხოლმე მაგალითად ჩვენ გვითამაშია სოფელზე თამაში არის ოღონდ ეხლა უფრო დახვეწილად რა ადრე მსაჯი არ იყო ხოლმე რომ თამაშობდით უბანი ეხლა უკვე მსაჯი და დაგინებაზე იყო ფორმები და რაღაცები მაშინ უმაიკოები მაიკიანებზე ფორმები სად იყო და ვისეთ ეხლა უკვე მაიკებიც არის ფორმებიც არის საჯებიც აქვს კი ბატონო უბრალოდ აღარ თამაშობენ ის აღარ თამაშობ მაიკები არის მაიკები აი რა ხდება რო თქვა არის გულშემატკივრობა ეხა იქ ჩვენსკენ არის თუ პურმარილები გძელდება ოღონდ ჩართულ ტელევიზორთან აი ზუსტად მაგერია რა აბა ეხლა პურმარილი ვაგაშელი ის საინტერესებს ახლა ან ბრაზილია ან იტალია ან გერმანია ან რაღაცა ამ ფეხბურთია რა ოღონდ არა სინამდვილეში მართლა გვაინტერესებს ახლა ან მაგ დროს ტელევიზორთან ყურება კარგია კაცო აქეთ რო ხარ სუპრასთან გართული გოლი თუ გავა გამეორებას იცი აჩვენებენ მათსალ ერთი წუთი და შებრუნდები აჩვენ სუპრასაც არ ჩაეძინება ყავა არავის აღარ მოუდება ეხლა რო ვაკვირდები 4 თელაველი ვართ აქ იქით როგორ არის აქ 3 თელაველი ხوارთ გაჭიმული და ესენი სუარიან ერთად რა დასხით თელაველი და გურჯაანელი რო არიან იმიტომ ეხა წარმოედგინე რომ ის რომ მარტო დაგვესვა მართლა ვერ ჩავიდოდი გურჯაანში და ეგრე არ არის კაცო მიყვარს ეს ხალხი მართლაც ისე კი არ არის თან იქნება რამე გადასდოს საერთოდ არ მიყვარს ფეხბურთიო და დილა ზღოლმაც გურჯაანზე გამოგვატარა დილა ადრიან რატო ისი რა არ ვიცი დარიგებული ყავდათ ეთყობა აი არა რო იქ აი ეგრე მეუნეოდი აი ეგრე მარცხნივ წადი მარცხნივ არაო გაიჭიმა და წამოვიდაქეთ და ამასაც გაუსწორდა რომ შაშიანში ჟურნალმა დაუარა აი ვიხართ არა ძალიან უცნაურია კაცო შენ რო იყო საჭესთან და გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ ადამიანს ფულს უხდი თუ ჩვენი ტელევიზიის მანქანა იყო ვენაცვალე ის გურჯანელი იქნება რაღაცა ისტორია აქვს ეთყობა გურჯაანზე იმასაც კარგი მოდი საფეხბურთო ისტორიები გავიხსენოთ მარტო რა რაც გადახვდა აგა შენ აღმერთმა კაცო ყოველთვის მაგ საქმეში არა ვარ ძირითადად რა ფეხბურთსაც საფეხბურთო ისტორიები ცოტა ნაკლებად მაგრამ ფეხბურთის გუნდი მიყავდა მარშრუტკას რა ჩვენი აქეთ კახეთის ერთ-ერთი სოფლის გუნდი რა და
პირველად იყო ეს მძღოლი ცეტყობა ანდეს მთელი ფეხბურთის გუნდი და ანდესო. იმ წელით ჩაუჯდა და დაინახა ეს სამი ზოლი უკვე თბილისში რომ შემოვიდა და ხან ეგრე გადადის, არ იცი სად უნდა ჩადგეს რა. ვიღაცა მეტყვა იქიდან შეუგურთხა რაღაცა რა. ხო. და ეს წვრთნელი ყვება მე მეგონაო რომ ეხლა ესეც დაუწყებდა შენი იგრე გადაზახე და ფანჯა. რა იყო შენ რა ხარო. თვით კრიტიკა დაკრა მძღოლმა. არა ამას ეგონა ესე შეუტევდა რა. აბა ეხა გიორგი რაღაც შენც თუ არ დაგვაწიეს მატჩი უნდა დაიწყოს ეხლა და დრო ისე ვაგორო აი ადა და გუნება განწყობა წინადალში გაჩედით მეთქი რაღაცას გამოგატანენ რა და ამ დროს თან წინადალზე გამახსენდა და აღარ დავივიწყე მართლა მოხდა ეგ ამბავი რა ბირჟის ბიჭები კაცები ხა აქ ეიფრები გვიან უკვე ღამე ხარება და გოგიას განიხილავენ ეტყობა სუფრაზე დაიწყეს რა რო გადაყვება ხო გამოვიდნენ გარეთ ამ იმას ეწევიან პაპიროს ეწევიან ხარება და გოგიას განიხილავენ და ერთ-ერთი მეზობელი გამოვიდა და ეს ამბავი რო გაიგო რომ ხარება და გოგიაზე აი იქ არ იყო სუფრაზე იქ არ იყო არ სუფრაზე იყო და ბირჟაზე გამოვიდა რა მოკლედ გაებადრა სახე ცოტა ხანი უსმინდა თქვენ არ იცით თქვენ ახლა ისტორიებს აყვებითო იცითო ჩემი ვინ იყო გოგიაო ამა ვინ უნდა ყოფილიყო შეჩემის გადაგრეულო შეოღერო აი ეგ დაიბადა ეგ გაიზარდეო და ვინ უნდა ყოფილიყო და ბებია ჩემს ჩემი შინაური იყო ჩემი შინაური პიდრი ყოფილა ესე იგი ინდური წყევლის თემა რა არის ეგ მე მაგ ოღონდ ამას დავიკითხავ ვერ დავიმახსოვრე და არც ვაპირებდი დამახსოვრებას რავი თავში არ ჩამებეჭდოს მეთქი ყოველი შემთხვევისთვის აბა წავიკითხავ ანუ ეგ გაიგერო არსებობს ეგეთი წყევლა ხო ესეთი რამე სინამდვილე მოხდა რა ანუ ეგ როგორი ამბავია ეს ბრაზილია და გერმანიის თამაში თუ არის ერთი რომელიმე სიტუაცია ბრაზილია თამაშება ვინმეს ინდოელი თუ არის გულშემატკივარი ასე დაწყევლის შეიძლება მაგრამ ამას სხვა ის აქვს სხვა საფუძველი აქვს მე ცოლი წავიდა იტალიაში სამუშაოდ ინდოელის ქართველი კაცი აჰა და ქართველმა ქალმა ისწავლა ეს წყევლა ხო და გამოუგზავნა თავის ქმარს SMS-ი ტელეფონზე მოსწერა წაიკითხეო რა და მოდი ახლა ამას წავიკითხავ თედოზია რა მოკლედ ცოლი იტალიაში გააგზავნა და SMS-ი მოვიდა სილიკონა ლამინე ბოლავინა ლოკილე ედმონ ოჟაკილე ფრასკალა ბაკილეო ხო და ეს რო წაიკითხა ცოტა ხანში ისევ ცოლისგან მოსდის წერილი ჩემო სიცოცხლე შენ ახლა ისეთ წყევლა და წაიკითხე 5 წელიწადი ხალი აღარ მოგინდებაო აი ზღია თავი დაადო მოკლობი თქვენი პროფესია ხა სიმღერა არის რა და თავისთავად ამ სიმღერის სულელობის დროს ხო არ გაქვთ აი ამბობს მოყვევი თუ შე ხო არ გაქვთ რა ეს მოყვევი აბა რა მაგალითად ფეხბურთზე გამახსენდა მექსიკაში ვარ ოხ ეს ტრანსკრიფში ყოფილა ფეხბურთზე გამახსენდა მექსიკაში ვარ ბიჭები ვარ მექსიკაში რა ახმეტი და გადავედით მექსიკაში იყვნენ არტ ფესტივალზე და მოკლედ ორი ტური გადავლახე და მესამე ტურში უნდა მე უпростоრეთ ბოლოდან თავში უნდა გადავიდეთ რა ღერი ვარ კარუზოს უკვე თითქმის თავი ქუთში მაქვს და მაყურებელია სასწაულად აი დაძაბული ყველანაირად აი მომზადებული კი ვარ მაგრამ დაძაბული ვარ რა და ამას ატოვიძახ ხა დაძაბული ნერვიულობ ჩემი ხო განცდა გამხალა უცხო ხალხი რამე ყველაფერი და ნახევარი სიმღერა დამთავრებულია და უნდა მივიდე იქ კონდიციამდე სადაც უნდა გამოჩნდეს ხმა დგომი ტემპი და მოხსა ამ დროს წამიერად არ ვიცი საიდან მოვიდა კაი ერთი ბუჯა არც პატარა არ იყო რა აი ნახევარი ხაშლამის ნაჭრის ხელა პეპელა მოფრინავს ვიდეო აი ნახევარი ხაშლამი ეს განათებები ხო არა და წამიერად დავლანდე რომ თან მინდა რომ მანამდე დავასრულო ეს თავი გავწიე და არ შემოფინდა პირში აი მექსიკური მეპელა
პირიმა გია პეპელა შეფრენილი და მე ამას ახლა ვერ გადმოვაგდებ. წარი კი არ მოგიყვები როგორიც იყო კაცო. მე ამას ახლა ვერ გადმოვაგდებ, იმიტომ რომ ხონა დავამთავრო ერთი ბგერა მაქვს დარჩენილი, ერთი ფრაზა მაქვს. მე ამას ვერ ვაგდებ და ეს თვითონ არ გამოფრიალდება იქიდან რა. ნესტიანი პეპელა. ნესტიანი პეპელა. და იმას წნევის ტაბლეტივით ენის ქვეშ ამოვიდე და გავახსენე. კარტოფლები დავაიდენის. მაგარი. რამდენი ხანი არსება ბოლოს? რამდენი ხანი იყო? თუ გაფრინდა. გადნა. და ხაშილამ თალათ ხაშილამ ფიზგემო არა ქონდა მაგრამ ეხლა მაინც. მაგრამ ჩაამთავრე. შენ ხო ვერ გამო. ენის ქვეშ ასე უნდა გააგზავნოს. მის მერე მეცნევა არ მქონია რა. არ ვიცი. მოკლედ ბიჭებო, ეხლა ისეთი ციებ-ცხელებაა, რომ რაღაცა ცოტა უნდა დავაჩქარო ჩვენი ამბავი და ძალიან მაგარი იყო. მადლობა კიდევ ერთხელ. ჩამოხედე ერთი სიმღერა და გავიდეთ ბოლოში. მუსიკალურად და მე ფეხბურთსაც შევუტევთ რა. კი ბატონო, კი ბატონო. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ესე იგი მაგას რა უნდა გიო ხო იცი ზვია ბიჭებო გენაცვალ ჩემი თავი. ერთ სული მაგ დედალთან როდის მიმიყვანს ახლა. ო კაცამთან ოღონ. ხო რა თქმა უნდა. როიშა შესაძლებელია ეხლა თუ ცოტა ჩვენი გადაცემებით პატარა არის რაღაცა ფეხბურთის რაღაცა მე მგონი შანსი ჩდება რომ უფრო კარგად დიდხანს ვიყოთ ერთმანეთთან და გადმორეკეთ რა იგი დედალი რომ აი რო შეატყობ რომ ბოტკინის ფერი აქ დარეკე რა თუ არა გავთავდი ენის ქვეშ პეპლის ამოდებით. მოკლედ შემოძირფასებო ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამობრძანდით აბა თქვენიცით ფეხბურთი იწყება და ნუ მოკლედ პირობა გახსოვთ ალბათ ხო ბრაზილიის გერმანიის საგერ ბიჭებო და სადღაც ერთ თვეში ვიკრიბებით ყველა ვარიანტში რა. ი ბატონო და გიტოვებთ ბიჭებს რა თქმა უნდა ხასიათზე მოსასვლელი სიმღერა. Chama